მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ. ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შესახებ და ჩვენი სტუმარი იქნება ლელა ცინცაძე, მუზეუმის გიდ. ლელა, მოგესალმებით, უქმეს მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. მეც მოგესალმებით თქვენს რადიოს. როგორც წარმარგინა ვარ მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გიდი. ჩვენი მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული კულტურის ძეგლებით, ძალიან გამორჩეული მდიდარი კულტურის ძეგლები გვაქვს, რომლებიც დიდ როლს ასრულებს კულტურულ სამღვდელო საგანმანათლებლო მუშაობაში, ასევე მათ გვერდით ერთ-ერთი კულტურული, ისტორიული, სამეცნიერო დაწესებულება არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1958 წელს. მუზეუმის დაარსების შემდეგ მთელი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ექსპედიციები რაიონის მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ადგილზე, ასევე მაღალმთიან სოფლებშიც მიმდინარეობდა. მთელი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ექსპედიციები, შეგროვებითი სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც მუზეუმის მუშაკები, ასევე მოხალისეებიც იყო, მოხალისეები გადიოდნენ სოფლებში, აგროვებდნენ ნივთიერ მასალებს, დოკუმენტურ მასალებს, წყაროებს, თქმულებები შეგროვდა, ფოტომასალები შეგროვდა და დაგროვდა ძალიან ზღვა მასალა და 3 წლის შემდეგ გაიხსნა პირველი ექსპოზიცია 1961 წელს. მუზეუმი 2003 წლიდან ატარებს ნიკო ბერძენიშვილის სახელს. ამ მუზეუმის დაარსებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი რაიონის გამოჩენილ ადამიანებს, საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, პროფესორებს, აკადემიკოსებს და განსაკუთრებული წვლილი კიდევ ნიკო ბერძენიშვილს და სწორედ მისმა რაიონმა, ხელმძღვანელობამ და მშრომელმა ხალხმა შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ 2003 წელს მას მინიჭებოდა ნიკო ბერძენიშვილის სახელი. ჩვენ მუზეუმში არის არქეოლოგიის განყოფილება, არის ეთნოგრაფიის განყოფილება, ისტორიის განყოფილება და თანამედროვე მუნიციპალიტეტის ამსახველი განყოფილება. ეხლა დროებით რამდენიმე წელია გვაქვს ფოტოგამოფენა მთელი საქართველოს მასშტაბით, 5 თაობის მხატვრების გამოფენა, რომელმაც ჩვენს მუზეუმში 2 წელია დაიდობინა და ალბათ დროებით იქნება, სანამ რაიონში დაგეგმილია, რომ გაიხსნას ედმუნდ კალანდაძის სახელობის მხატვრის სახლი მშობლიურ კუთხეში და შემდეგ ალბათ იქ დაიდებს ფინანს ეს ექსპოზიცია დაწუწას ინახება ჩვენს მუზეუმში. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, სიძველით გამოირჩევა ჩვენი მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილება, სადაც წარმოდგენილი არის არქეოლოგიური მასალა ნეოლითის ხანიდან დაახლოებით 6-7 წლის წინანდელი. წარმოდგენილი არის, რაც იმას მოწმობს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან არის. ამის დასტური არის ის სამუშაო და საბრძოლო იარაღები, რომელიც მოპოვებულია ჩვენს მუნიციპალიტეტში, ზოგი შემთხვევითი ნიადაგის დამუშავების დროს იქნა ნაპოვნი, ზოგი კიდევ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად. განსაკუთრებულ ექსპონატს ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით დაინტერესებას იწვევს ვიზიტორებში და გამოირჩევა თავისებურებით ქვევსამარხი, რომელიც დათარიღებულია მე-4 საუკუნის ჩვენ წელთაღრიცხვამდე. ამ პერიოდს ელინიზმის პერიოდს ეძახიან, ელინიზმის პერიოდს. ეს ექსპონატი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი სოფელ ზემოფარცხმაში. 1961 წელს იქნა პირველი ქვევსამარხი, ხოლო მეორე 64 წელს. და შემდეგ მეცნიერებმაც ნახეს ეს ქვევსამარხი, შეისწავლეს და დინა დაიდო ჩვენს მუზეუმში, ახლაც არსებობს ეს. რამდენადაც საინტერესო იყო ეს ექსპონატი, იმდენად დაინტერესდა ბათუმის არქეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები ვაშაკიძე და კახიძე იყვნენ, რომლებმაც მთელი 2 წლის განმავლობაში ჩაატარეს ექსპედიცია იმ არეალში, სადაც ნახეს ეს ქვევსამარხი პირველად, 700 კვადრატული მეტრი გათხარეს და ნახეს კიდევ 33. ესე იგი სამაროვანი იყო, და ძირითადად
მოიპოვებოდა ასეთი ქვევსამარხები რიონის პირეთიდან ჩოლოქამდე. აი ამ არეალში იქნა ნაპოვნი. შემდეგ სხვა არეალში ასეთი ქვევსამარხები არ ყოფილა ნაპოვნი. ქვევსამარხის ინვენტარს ძირითადად წარმოადგენდა თიხის ჭურჭელი, მძივები, ძივსაკიდები, მონეტები იყო, ბრინჯაოს სამკაულები. მეცნიერებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თიხა ადგილზე მზადდებოდა, მეთუნეობა იყო განვითარებული, ხოლო მძივები შემოტანილი უცხოური იყო სირიული და ეგვიპტური წარმოების მინისა და მინისებური პასტის მძივები. რაც იმას მოწმობს, რომ მაშინდელ კოლხურ სამყაროს ურთიერთობა ჰქონდა გარე სამყაროსთან, უცხოურთან, ბერძნულ სამყაროსთან ძირითადად. ქვევში დაკრძალვის წესი იყო ასეთი ადამიანს კრემაციას კი არა ინჰუმაციას უდარებდნენ ადამიანს ძალავდნენ მოხრილ მდგომარეობაში ემბრიონის ფორმას აძლევდნენ გარდაცვალების შემდეგაც შესაბამისად ქვევსაც მუცლის ფორმაც აძლევდნენ როგორ რაშიც იმყოფებოდა ემბრიონი ძირითადად ამ ქვევსამარხში სამში აღმოჩნდა ძირითადად ადამიანის ჩონჩხის ნაწილები და ზოგი იყო მხოლოდ ჭურჭელი იყო ზოგი კიდევ ცარიელიც იყო ასეთი ქვევსამარხები. ქვევსამარხები აღმოჩნდა რამდენიმე სოფლებში. ეს ზემოფარცხმის შემდეგ კიდევ აღმოჩნდა წიფნარში, ბუკის ციხეში, ქვემოხეთში, ზენობანში იქნა აღმოჩენილი და იქაც ანალოგიური თიხის ჭურჭლები იყო, მონეტები იყო და ადამიანის ჩონჩხიც იყო რამდენიმე ქვევსამარხში. იყო იგი მონეტები, პატარა ზომის ვერცხლის მონეტები და ლეგენდა სახით არის ასეთი წარმოდგენა ამ მონეტების შესახებ, რომ ადამიანი როდესაც გარდაიცვლებოდა, სააქაოდან რომ შედიოდა საიქიოში, იქ მდინარე ხდებოდა გადასალახი, გადაეცურა და ხდებოდა იქ მენავე, ვისაც უნდა შეეყვანა გზა და ეს მონეტები ფეხის ქირად, ამიტომ ატანდნენ რომ გარდაიცვლებოდა ადამიანი მონეტებს. ასეთი ლეგენდის სახით არსებობს ასეთი წარმოდგენა. ეს როგორც იცი ეგვიპტურ მითოლოგიაში კი, ხდება და კი, ძალიან კი. საინტერესოა ესე კი. იგი ქართულ კოლხურ კი, მითოლოგიაში კი, ხდება კი, მსგავსი. დიახ, და რიონის პირეთიდან ჩოლოქში ამ არეალში ხდება ძირითადად ასეთი ქვევსამარხები. ქვევსამარხები ეს იმდენად მასიურია ეს ქვევსამარხები, რომ ადგილზე ხდებოდა მისი დამუშავება, ადგილზე ხდებოდა დამზადება ქვევსამარხების ძირითადად. თქვენ ასერაც რომ ძალიან ბევრი ქვევსამარხი არის აღმოჩენილი და თქვენთან რამ ერთი არის ხომ როგორც იცი ჩვენთან ის ყველა იქნა შემოტანილი, მაგრამ ნატეხების სახით, ზოგი მთელი სახით ამოიღეს ნიადაგი და ზოგი კიდევ ნატეხების სახით და ის ნატეხების სახით ყველა ქვევსამარხი შენახული გვაქვს, ჩვენთან არის ინახება ძირითადად ჩვენს მუზეუმში არის შენახული. ასევე საინტერესოა ქვევსამარხის გარდა კიდევ რომელი ექსპონატი იწვევს განსაკუთრებულ აღტაცებას თქვენს ნახვალებში. კი, გვაქვს მუსიკალური კარადა, პოლიფონი, რომელიც ძალიან იშვიათობას წარმოადგენს. ასეთი პონი საქართველოშიც არ არსებობს, უფრო პატარა ზომის არის, მაგრამ ასეთი ეს კარადა არის ორგანყოფილობიანი, ერთი არის დასაკოკი მექანიზმი და მეორეში მოთავსებულია თვითონ პირპიტა. დაახლოებით 19 პირპიტა აქვს კარადას, არის კლასიკური საცეკვაო მელოდიები. და თითო პირპიტაზე განლაგებულია რამდენიმე მუსიკა და კლასიკური საცეკვაო მელოდიებია ძირითადად. კარადა არის 19 საუკუნის გერმანული წარმოების არის. მიხეილ სიხარულიძე ყოფილა ასეთი მომღერალი პიროვნება ჩოხატაურში. თვითონ მას ეს მუსიკალური კარადა შეუძენია ქუთაისში 1933 წელს. და ოტია კალანდაძე ყოფილა მაშინ მუზეუმის დირექტორი და მისი დაჟინებული თხოვნით რამდენადაც საინტერესო იყო ეს მუსიკალური კარადა შეუძენია მუზეუმს თვითონ დირექტორის დაჟინებული თხოვნით პოლიფონმა მუზეუმში ვინა დაიდო 1978 წლიდან და ძალიან დიდ გაახტოვანებასაც და განცვიფრებას იწვევს ვიზიტორებში რომ ნახულობენ და მოსწონთ ძალიან მათ შორის ჩემშიც ძალიან დიდ აღტოვანებას იწვევს და მახსოვს ბავშვობიდან როგორ მიყვარდა ეს კონკრეტული ექსპონატი კი გვაქვს აგრეთვე ემელიანე კეშელავას
გადმოცემული ვეშაპის ჩონჩხის ნაწილები. ემელიანე კეშელავა ჩვენი რაიონის მკვიდრი იყო, შორეულ ზღვაოსნობის ბოცმანი იყო, ვეშაპს ანადირო გემზე მუშაობდა, როცა გაიხსნა მუზეუმი 1961 წელს, გადმოსცა ვეშაპის ჩონჩხის ნაწილები, ძალიან საინტერესო ექსპონატია, ბავშვებს მოსწონთ და ეცნობიან ნატურში ხედავენ ვეშაპის ჩონჩხის მისაგებულებას და ატრიბუტებს და ძალიან კარგი მემუარები აქვს ამ პიროვნებას თავისი ცხოვრების, გამლილი ცხოვრების გზაზე და ძალიან საინტერესოა, რომელიც ინახება ჩვენს მუზეუმში. ლელა, მე ასევე მაინტერესებს, ვიცი რომ ძალიან ბევრ პროექტს და ღონისძიებასაც ახორციელებს და ატარებს მუზეუმი. რამდენიმე დღის წინ მე თავად ვეცრებოდი გერგოვასთან დაკავშირებით ასევე და რომ მოგვიყვეთ ასევე ამას გარდა კიდევ რა პროექტებში არის ჩართული მუზეუმი? მუზეუმში ძალიან ბევრი კონფერენციებიც ტარდება, სამეცნიერო კონფერენციები, გამოჩენილი ადამიანების დაბადების დღისადმი მიძღვნილი აღსანიშნავი ღონისძიებები, აგრეთვე რა ქვია, ტარდება თვითონ მუზეუმის ეზოში სკოლებთან ინტეგრირებული ღონისძიება ტარდება. ამასინებზე ღომის დათესვის პროცესიც იყო ეს მოუყავს სხვადასხვა კულტურები მუზეუმის ეზოში დათესილი ჰქონდა ეგზოტიკური ბამბაც ძალიან კარგი სელი და სხვადასხვა ბოსტნეულებსაც ღვთისავთ ნარგავებით გვაქვს გაშენებული ყვავილნარიც და მუზეუმში რამდენიმე წელია ჩაედგა ეთნოგრაფიული კუხნა და ხულა ძალიან საინტერესოა და გამდიდრა ჩვენი მუზეუმის გარემოზე ექსპოზიციაც. ტარდება კიდევ ექსკურსია გაკვეთილები, ხშირად სკოლებიდან მოდიან მასწავლებლები და შესაბამის თემასთან დაკავშირებით ტარდება ექსკურსია გაკვეთილები, აი თვითონ იმაზე რა ქვია, ხელოვნების გაკვეთილები, ისტორიის გაკვეთილი ტარდება და რაღაც ასეთი თვალსაჩინოებებიც ხდება და ძალიან საინტერესოა ასეთი ინტეგრირებული ბავშვების ჩართულობით ხდება. ძალიან რაც შეძლებს დაგვარად ყველაფერში ღებულობს მუზეუმი მონაწილეობას. გვაქვს ძალიან კარგი საარქივო მასალები ფონდში არის დაცული, რომლითაც ყველა მსურველს შეუძლია მოვიდეს და იხელმძღვანელოს და გაიგოს ჩვენი რაიონის მუნიციპალიტეტის ისტორია, ძალიან გურიის ამბები გვაქვს ძველი, თითოეულ გამოჩენილ ადამიანების შესახებ ისტორიები, ხელნაწერები ინახება, საეკლესიო ჩანაწერები, საეკლესიო წიგნები გვაქვს და ძალიან ბევრი საინტერესო კარგი ფონდი აქვს მუზეუმს ძალიან. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ბავშვებს აქვს შესაძლებლობა აქ მოვიდნენ და ინტეგრირებული გაკვეთილები ჩატარდეს. კი, ტარდება და ძალიან კარგ დონეზე ტარდება, ღებულობს მუზეუმი ყველაფერში მონაწილეობას. მოდით ახლა თქვენზე ვისაუბროთ. თქვენ რამდენი წელია რაც მუშაობთ? თითქმის ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი, 32 წლის ვიყავი, როცა მოვედი მუზეუმში პირველად სამუშაოდ და ახლა თითქმის მეტი ერთი იმდენზე მეტი წელია რომ მუშაობ მუზეუმში და მიყვარს მუზეუმის თითოეული ნივთი, თითოეული ექსპონატი და მუზეუმის კედლებშიც რო შემოვალ, ასე მგონია საკუთარ სახლში შედივარ ყოველდღე. მე აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ და აქამდეც გითხარით როგორც ახსოვს, რომ ჩემთვის და ჩემს ბავშვობასთან და მუზეუმთან ასოცირდებით თქვენ. და კიდევ რო გვესაუბროთ, რა გიყვართ თითოეული ნივთი გიყვართ და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ საქმიანობაში, როდესაც ხართ გიდი, ხომ? აი როგორც გიდი, რა გიყვართ თქვენ საქმიანობაში ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ის მიყვარს და მომწონს, რომ პროფესიულ დონეზე კეთილსინდისიერად მოემსახურო ყოველ ვიზიტორს და როდესაც გაკმაყოფილი მინდა რომ დარჩეს ჩვენი ისტორიის გავაცნო ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორია და ისე გავიდეს ჩვენი მუზეუმი და რომ კიდევ მოსვლის სურვილი დაურჩეს რომ შემოვავიჯოს კიდევ ერთხელ ჩვენს მუზეუმში ფეხი და ეს სიამოვნებსა ეს მინდა რომ ასე იყოს არ ყოფილა შემთხვევა ჩვენი მუზეუმიდან ამდენი წელი არსებობს მუზეუმი ახლა ჩემ მახსიერებაში რაც ვართ ვინმე უკმაყოფილო დასულიყოს ჩვენი მუზეუმიდან თუ ყველანაირად ვცდილობთ რომ მაყოფილი წავიდეს ვიზიტორი ჩვენი მუზეუმიდან ნამდვილად გაქვთ თქვენის თბილი გარემო აქ კიდე დაბრუნდე შეძება კი და კიდე რომ ყავს უცხოელი ვიზიტორებიც და მოსწონთ გარემო გამიხარდა უცხოელი ვიზიტორები კი როგორ მუზეუმი რაიონის სახე არის აცნობს ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიას უძველესი დროიდან ნეოლითის ხანის დროიდან და
მის აწმყოს აწყებულობს ადამიანი, როდესაც შემოდის მუზეუმში და წარმოდგენა აქვს მის წარსულზეც, რა თქმა უნდა. მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ხოლმე მე კი, პირადად როდესაც მოგზაურობ რომ სად მივიდი მუზეუმში და მივიდი აუცილებლად გავიგო მეტი იმ ადგილის შესახებ სადაც ვარ. ხო და ჩვენი ვალია რომ ყოველ ვიზიტორს, ყოველი მოსწავლე შემოვა თუ რა ჩვენი რაიონის მკვიდრი შემოვა და მთვარი ვიზიტორები რომ გაიგოს მუზეუმის ისტორია და შევაყვაროთ ჩვენი მუნიციპალიტეტი და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ უკვე ჩვენს მსმენელსაც შეიძლება არ იყოს მცირედი ექსკურსია იყო მუზეუმის შესახებ, თორე ჩვენ გვაქვს კიდევ სხვადასხვა განყოფილებები, ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ ეს იყო მცირედი ექსკურსია ჩვენი მუზეუმის შესახებ. კი და ჩვენ მე როგორც ვიცი, აუცილებლად ვითანამშრომლობთ მომავალშიც ჩვენი რადიო და მუზეუმი. კი. ძალიან დიდი მადლობა ლელა რომ დაგვითმეთ რომ გამოგზაურეთ ახლა ამ მცირედი ექსკურსიის განმავლობაში მუზეუმის სამყაროში და ჩოხატაურის წარსულში. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და მართლაც მიხარია რომ გამგვიყავით დრო და გვეწვიეთ. მეც გამიხარდა რომ შენ მშობლიურ მუზეუმში და დაინტერესდით ჩვენი მუზეუმით და გააცნობთ ალბათ საზოგადოებას. აუცილებლად. მადლობა სუხდით ჩვენს მსმენელსაც. შეგახსენებთ რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. შეხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი თემითა და ახალი სტუმრებით.